მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ რა იქნება აქედან 20 წელიწადში მედიცინაში და ჩვენ სიცოცხლის ხანგრძლივობას რა ელის. რა შეიძლება? იმედები არის რეალურად, იმიტომ რომ AI ვითარდება მნიშვნელოვნად და აჩქარებულია ძალიან ეს ტემპი და მართლაც ცდება ფიქრი, რომ რაღაცა გარდამტეხი ცვლილებები იქნება. რა კუთხით იქნება ეს ცვლილებები? ამაზე ვისაუბრებთ და კონკრეტულად რა გველოდება აქედან 20 წლის ფარგლებში, რისი შესაძლებლობები იქნება. პირველი ყველაზე მთავარი კითხვა ადამიანს უჩნდება ხოლმე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანმა უფრო დიდხანს იცოცხლოს. პასუხი არის, რომ კი, შესაძლებელი იქნება, ოღონდ ეს უფრო დიდხანს გააჩნია რამდენია. თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა აქედან 20 წელიწადში 120 წელი ცოცხლონ ესე არ გამოვა, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ რამდენიმე წლით მოიმატოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალო ხანგრძლივობა, ნამდვილად მოიმატებს. მაგალითად, 4-5 წლით ძალიან რეალისტურია, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მოიმატებს დაახლოებით 4 წლით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. იმ ქვეყნებშიც კი, მათ შორის, სადაც უკვე დიდხანს ცოცხლობენ, მაგალითად არის ევროპის ქვეყნები, სადაც იაპონიაც, სადაც 80 წელს ზევით ჩვეულებრივ აღწევენ ადამიანები, მაშინ როცა განვითარებად ქვეყნებში და საქართველოსნაირ ქვეყნებში 73, 74, 75 აქ მოიმატებს დაახლოებით 4-5 წლით. განვითარებულ ქვეყნებშიც დაახლოებით ესე მოიმატებს სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჩვეულებრივ უკვე ადამიანები 88-92 წელს მიაღწევენ. ეს იშვიათობა არ იქნება. იშვიათობა ბევრ ევროპულ ქვეყანაში არც არის ახლა, მაგრამ იქაც კიდე უფრო გაიზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ის რომ მასიურად ადამიანები 100 წლის გახდნენ, ეგ 20 წლიან პერსპექტივაში სავარაუდოდ ვერ იქნება. მაგრამ ის რომ 85 კარგად აცდნენ, ეს შესაძლებელი. ეხლა რის ხარჯზე მოხდება ეს? ძირითადად მოხდება ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვის ხარჯზე, გულის დაავადებები, ინსულტი, ინფარქტი, ინფექციებთან ბრძოლა, სიმსივნეებთან ბრძოლა, მათ შორის გაუმჯობესდება და უკეთესი იქნება რეალურად, გენეტიკური ტესტები იქნება, ბიომარკერები იქნება, AI დიაგნოსტირება უკეთესად განვითარდება და ბევრად ადრე ამოიცნობს დაავადებას. ბევრად ადრე გვექნება საშუალება, რომ უმკურნალოთ დაავადებას. მათ შორის თირკმლის დაავადებებს არის მაგალითად იმედის მომცემი პრეპარატები, რომელსაც შეუძლია, რომ პოტენცია ქონდეს იმის, რომ რეალურად სიცოცხლე გაახანგრძლივოს. AI-ის მიერ შეიქმნება წამლები ბევრად უკეთესად. არ არის ესე, რომ AI დიაგნოზს და მორჩა, არა, წამლებს ეძებს ძალიან ადვილად, რასაც ადრე ჭირდებოდა რამდენიმე მეცნიერის 10 წლეულობით შრომა, დღეს AI-მ შეუძლია, რომ რამდენიმე საათში გააკეთოს. ძალიან დიდი შესაძლებლობა მაგალითისთვის, ფილტვების ფიბროზი. ფილტვების ფიბროზი არის ურთულესი პრობლემა, ანუ ფილტვებში ხდება ქსოვილების ჩანაცვლება, ნადგურდება ნორმალური ქსოვილი და ამის შეჩერება შესაძლებელია და ხო, იმდენად მძიმეა ეს დაავადება, რომ რამდენიმე წელში, 2-3 წელიწადში ადამიანები იხოცებიან. არა ყველა, რა თქმა უნდა, არა აქვს საუბარი უნივერსალურ წესზე, საუბარი ბევრი ადამიანი, ანუ ურთულესი პრობლემა, მკურნალობა არ აქვს და დღეს AI-ს შეუძლია უკვე მეორე ფაზის კვლევებს გადის ეს პრეპარატი, რომელიც AI-ის მიერ არის რეალურად შექმნილი, რომელსაც შეუძლია, რომ ეს დაავადება შეაჩეროს. აი, წარმოუდგენლად დიდი შედეგია ეს. იგივე არის ფსიქიატრიული დაავადებებთან დაკავშირებით, მაგალითად ობსესიურ კომპულსიურ დაავადებასთან დაკავშირებით, AI ირჩევს მოლეკულას, რომელიც ტვინის კონკრეტულ რეცეპტორებზე მოქმედებს და ეს ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მკურნალობად. რა თქმა უნდა, ეს განვითარდება ეს მკურნალობები უკეთესად. მესამე მაგალითი არის იშვიათი დაავადებები. ახლა რა არის? ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ასე ხდება, რომ იშვიათი დაავადებების მკურნალობა არ არის კომერციულად მომგებიანი. ამიტომ ფარმაცევტული კომპანიები არ მუშაობენ მათი განკურნების გზებზე. ან მუშაობენ, მაგრამ ცალი ხელით მოკლედ, იმიტომ რომ მათთვის ეს ძირითადი შემოსავლის წყარო ვერ იქნება.
ამიტომ და სადაც ფინანსები არ არის, იქ ის სფერო არ ვითარდება. ხო, არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ იმდენ იშვიათ დაავადებები, იმდენ პატარა სეგმენტს აქვს, რომ იმაზე მილიარდების დახარჯვა არ უღირს ხოლმე, იმიტომ რომ ეს მილიარდები შეიძლება დახარჯო და არც არაფერი არ გამოგივიდეს ბოლოს. ეხლა რეალურად იშვიათ დაავადებებზე ძალიან ადვილად და აქტიურად მუშაობს AI, რასაც შეუძლია რომ სამიზნე ცილა იპოვოს სწორად შეარჩიოს მოლეკულა და მრავალი იშვიათი დაავადება იქნება განკურნებადი თუ არა მართვადი მაინც. აი ეს 20 წლის ფარგლებში ნამდვილად დიდი გარღვევები იქნება. კიდე იქნება CRISPR თერაპიას რო ეძახენ გენური ინჟინერია, ეს რეალურად იქნება კარგად დანერგილი. ეხლა რა გენეტიკური მიზეზები რო შეცვალოს დაავადებების, ზოგ დაავადებას აქვს ძალიან ნათელი გენეტიკური პრობლემა და აი ამ გენეტიკური პრობლემის შეცვლა იქნება შესაძლებელი. აღარ ვამბობ იმას, რომ ბავშვების ის რომ აირჩიო როგორიც გინდა, რა გენებიც გინდა კონდეს, რაღაცები, ესენი დროთა განმავლობაში იქნება, მაგრამ ეგ უფრო სპეკულაციის საკითხია, მაგრამ ის რომ გენური თერაპია განვითარდება, ის რომ გენების შეცვლით დაავადებები განიკურნება, ეს ნამდვილად ახლოს დგას, მათ შორის იქნება სერიოზული დაავადებები, sickle cell disease ქვია, კიდე სიბრმავის რამდენიმე არის სხვა ფორმები, რომელზეც ეფექტურად იმუშავებს და ეს. და არა მარტო, ბევრ დაავადებაზე იქნება, რომელსაც ეს გენური CRISPR თერაპია მნიშვნელოვნად დაეხმარება. იქნება პერსონალური ვაქცინები, ესეც ძალიან მაგარი რამეა, მოკლედ. ეს არის, რომ ჩვეულებრივი ვაქცინა ინფექციის წინააღმდეგაა მიმართული. და მაგრამ ამ შემთხვევაში პაციენტებისგან იღებენ სიმსივნის გენეტიკურ პროფილს და ქმნიან ვაქცინას, რომელიც იმუნურ სისტემას ასწავლის, რომ ეს არის კიბო და უნდა დაარტყა და ეს არის ჩვეულებრივი, არ უნდა დაარტყა. მაგალითად, არის მელანომა. მელანომა არის კანის ძალიან საშინელი სიმსივნე, რომელიც ძალიან გავრცელებულია და ავთვისებიანია. და აი აქ აკეთებენ პერსონალიზებულ ვაქცინას, mRNA ვაქცინები და მიზანი არის, რომ ოპერაციის შემდეგ კიბოს უჯრედები იპოვოს იმუნურმა სისტემამ და გაანადგუროს. და ეს მოდერნა მერკი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აკეთებს და ეს მიდგომა განსაკუთრებულად ძალიან პერსპექტიული ჩანს მელანომაში, მოკლედ მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივებს, სიკვდილიანობას და ასე შემდეგ. ძალიან დიდი გარღვევა აქვს. მეორე მაგალითი არის ფილტვის კიბო. ფილტვის კიბოზე ოპერაციას აკეთებ, მაგრამ რაღაცები რჩება, სიმსივნური უჯრედები რჩება და პერსონალური ვაქცინა მომავალში შეძლებს, რომ დაემატოს იმუნოთერაპიას, რომ ეს რეციდივები ამ ფილტვის კიბო არ დაბრუნდეს და ორგანიზმმა იცოცხლოს რაც შეიძლება დიდხანს. იგივე პანკრეასის კიბოზე, თუმცა პერსონალიზებული ვაქცინა ის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანი გარღვევა ჯერ პანკრეასის კიბოში არ გვაქვს. იყო საუბარი კვლევაზე, რომელმაც რაღაც გახანგრძლივას სიცოცხლე მნიშვნელოვნად და ეს ხო შიდა წლებში დიდ გარღვევად მიიჩნევა, რამდენიმე თვეზე იყო საუბარი. რამდენიმე თვით გაახანგრძლივა ახალმა მკურნალობის მეთოდმა პანკრეასის კიბოს მქონე ავადმყოფებში სიცოცხლის ხანგრძლივობა. მაგრამ ეგ არ არის ფართო წლებისთვის საკმარისი, ხო? ახლა ადამიანს რო ეუბნები, რომ რაღაც ახალი მკურნალობა გვაქვს, რომლის მიხედვითაც რამოდენიმე თვით გაუმჯობესდება მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეს მოკლედ დიდი იმედი არ არის. თუმცა დიდი ნაბიჯი არის ნამდვილად, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებაში ვთქვათ, პანკრეასის კიბო დამარცხებული ან ასეთი რამე არა. ძალიან დიდი გარღვევები პრინციპში იქნება ამ კოლორექტალური კიბოების მთული ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს კოლონოსკოპია უკეთესად დაინერგება, რეალურად მალევე მოხდება აღმოჩენა პოლიპების და მალევე უკეთესი იქნება დიაგნოსტირება, მოკლედ და სიმსივნეების რაოდენობაც დაიკლებს მნიშვნელოვნად. კიდე იქნება მნიშვნელოვანი ტესტები, რომელიც ეძებს ბევრ კიბოს ერთდროულად. სისხლის ანალიზი, მაგალითად, ერთ სისხლის ანალიზით 50-მდე სხვა კიბოს სიგნალის
დაჭერა შესაძლებელია. ჯერჯერობით სათანადო ეფექტურობა არ არის მიღწეული, მაგრამ მანდაც დიდი გარღვევებია მალე ძალიან იქნება მაღალი ალბათობით ესეც, რომ ეს სისხლის ანალიზს გაიკეთებს ადამიანი და სიმსივნეების მრავალი სიმსივნის თუ იქნება რამე პოტენციალი აღმოჩენა შეიძლება, რომელიც იმ ადამიანს ექნება თუ ექნება, რა თქმა უნდა. ქსენოტრანსპლანტაცია არის კიდე ესეთი რაც მნიშვნელოვანი მოხდება. ეს არის ორგანოების გადანერგვა. ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი გვაქვს. საუბარია მაგალითად, რომ ღორის გული გადაუნერგეს ადამიანს, თირკმელი გადაუნერგეს ადამიანს, ღორის თირკმელი. აქ პრობლემა ისაა, რომ ორგანიზმი ამოიცნობს უცხოს და უცხო ორგანოს ებრძვის თავს. ეგ არის რეალურად რაც აფერხებს ამ მედიცინის ამ ნაწილის განვითარებას. ქსენო არის უცხო, ტრანსპლანტაცია არის გადანერგვა და უცხოს გადანერგვა, ანუ უცხო რაღაც ორგანის გადანერგვა. ხო, ღორზე ხოლმე საუბარი, იმიტომ რომ ღორი ადამიანს გავს. ხშირად ხდება ხოლმე ლიტერატურაშიც ორველი მაგალითად ძალიან ამსგავსებდა ადამიანებს და ღორებს ერთმანეთს. მედიცინურადაც ასეა. ბიოლოგიურად ღორები და ადამიანები მსგავსები არიან, მათი ორგანოები წყალში მიდის ერთმანეთზე. და აქ იყო, რომ გული გადაუნერგეს ადამიანს, რომელსაც გულის უკმარისობა ჰქონდა, მოკლედ მნიშვნელოვანი, ისე რომ ვერ იცოცხლებდა რა, აზრი არ ჰქონდა და გადაუნერგეს და რამდენიმე თვე იცოცხლა. ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის დიდი მაგალითი, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. ადრე ესეც არ იყო მიღწეული, რომ რამდენიმე თვე ეცოცხლა ადამიანს, ვისაც გადანერგილი ქონდა მაგალითად ღორის ან სხვა ორგანო, ესე ვერ ხდებოდა. იგივე თირკმელზეც. აი ეს ნამდვილად დიდი მომავალია აქ ამას და ორგანოები, ვისაც დაჭირდება, ორგანოების დონორობა და ის იქნება ნაკლებად საჭირო, რადგან მეტად ხელმისაწვდომი იქნება ღორი რა არის, ხო? იმას იზამენ და ღორიდან გაზრდიან მოკლედ იმ ორგანოს, რაც ამ ადამიანს სჭირდება. იგივეა კიდე პანკრეასი ინსულინის უჯრედების წარმოქმნა, ან თეორიულად ტიპი 1 დიაბეტის პაციენტებისთვის შეიძლება შეიქმნას ღორისგან ან გენურად მიღებული ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები და ეს არ არის შორს მაინც და მაინც იდეა საკმაოდ რეალისტურია და შესაძლებელია, რომ ტიპი 1 დიაბეტი დამარცხდეს. კიდე რა მნიშვნელოვანი იქნება ღეროვანი უჯრედებისგან ორგანოების აღდგენა. რეალურად ჩვენს უჯრედებს აქვს შესაძლებლობა იმისი, რომ დაბადოს ორგანო. ესეა ხო, ანუ სპერმა და კვერცხუჯრედი თითო უჯრედებია, შეირწმება ეს, მიიღება ერთი სრული უჯრედი, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და აქედან მთელი ორგანიზმი მიიღება, მთელი ადამიანი მიიღება და აი ასე ადამიანს აქვს პოტენციალი უჯრედებს, ზოგ უჯრედს მეტი პოტენციალი, ზოგს ნაკლები და ვისაც მეტი პოტენციალი აქვს, ამას ეძახიან ღეროვან უჯრედებს და რომელსაც ნაკლები დიფერენცირებული უჯრედებია, რომელიც ვერ გაზრდის ვერაფერს, მაგრამ არის უჯრედები, რომელსაც ორგანოების მთელი ორგანოს გაზრდა შეუძლია. შესაბამისად, აქ არის ზუსტად მაგაზე საუბარი, რომ ღეროვანი უჯრედებისგან თუ ავიღებ ჩვენ ადამიანისგან ღეროვან უჯრედებს, შეგვიძლია რომ გაზარდოთ სრული ორგანოები. ესეც დიდი გარღვევა იქნება, პრინციპი ეს ახალი არ არის, ოღონდ ეს ამბავი, ამაზე დიდი ხანია მუშაობენ მეცნიერები, მაგრამ დაჩქარდება ბევრად ეს პროცესი, რაც ჩანს ასე, სიბრმავე, დიაბეტის პირველი ტიპი, პარკინსონი, ეს დაავადებები მაღალი ალბათობით იქნება განკურნებული ღეროვანი უჯრედების მიერ ორგანოების აღდგენით ან თერაპიით. კიდე რა მოხდება? მოხდება ის, რომ კომპიუტერ brain computer interface ესე ქვია, ანუ ტვინის და კომპიუტერის ინტერფეისი, ან ტვინი და კომპიუტერი გაერთიანდება. მოკლედ, ტვინზე ახლა აი მასკი რაზეც მუშაობს ნეურალინკი, რომ ადამიანს რა აზრი რა არის, რომ ტვინს უკავშირებენ ჩიპს რაღაცას, მოკლედ.
და ეს უკეთესად ანუ მოქმედებს ადამიანი ამასთან ერთად, ამ ჩიპთან ერთად. ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოიყენოს ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არის მაგალითად გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ვის აქვს ადამიანს ხელებს, ფეხებს რო ვერ ამოძრავებენ, ანუ გაიფიქრებს რაღაცას და ეს კომპიუტერი წარმოქმნის ეს სიგნალებს, რომ ის შეძლებს ადამიანს შეძლებს მოძრაობას, მაშინ როცა მის გარეშე ვერ იმოძრავებდა. იგივე არის მაგალითად ხელი ამ ფეხი რობოტის ხელი ამ ფეხი შეიძლება დაუყენდეს ადამიანს და ტვინით პირდაპირ ამოძრავს და გამოიყენოს ისე როგორც ჩვეულებრივი ხელი ამ ფეხი. ესეც არ დგას შორს. რომელი კიბოები იქნება დამარცხებული 20 წელიწადში. ბოლომდე დამარცხებული შეიძლება რამე ახალი კიბო არ იყოს, მაგრამ საშვილოს ნოსყელის კიბოები ძალიან მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული, მსხვილი ნაწლავის კიბო, მელანომები, ზოგიერთი ლეიკემია და ლიმფომები, ანუ მნიშვნელოვანი დაავადებები, მათ შორის მკერდის კიბოს სიცოცხლის ხანგრძლივობაც კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება, ისედაც კარგად მართვადია რეალურად უმეტესობა მათგანი, მაგრამ მაინც იგივე ფილტვის კიბო, თუმცა რო ვთქვათ, რომ ანუ სრულად დამარცხებული იქნება, ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჯამში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება ნამდვილად. და ბოლოს სიბერის შენელება ამ პირიქით გაახალგაზრდება იქნება თუ არის შესაძლებელი, რომ აი 80 წლის ადამიანმა აირჩიოს, რომ გახდეს 20 წლის. ეს 20 წელიწადში არ იქნება შესაძლებელი, მაგრამ არის სხვადასხვა პრეპარატები, რომელსაც სენოლიტიკებს ეძახიან და რომელიც დაძველებული უჯრედების მოცილებას უწყობს ხელს, mTOR რაპამიცინის გზას ეძახიან, რომელიც რეალურად არის მეტაბოლური თერაპია და აზრი არის ეგეთი, რომ მოკლედ აი ამ დაზიანებულ ძველ უჯრედებს აცილებს ეს წამლებს მოსავ ეხმარება, რომ სისტემა გააქტიურდეს, რომელიც ამ ძველ უჯრედებს აცილებს ეგ არის. ნუ ღეროვანი უჯრედებით იქნება კიდე თერაპიები, მიტოქონდრიული ფუნქციის განვითარება, სხვა თერაპიები იქნება რეალურად, რომელიც დაეხმარება ადამიანს, რომ გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე. და ეს პრეპარატებად იქნება anti-aging პრეპარატები, რომელიც რეალურად ეხმარება, რომ შენელდეს სიბერე. აქ არის პრობლემები ოღონდ ის, რომ თუ კი ეხმარები უჯრედებს გაახალგაზრდებაში, შეიძლება ასევე დაეხმარო სიმსივნურ უჯრედებს გაახალგაზრდებაში და გააქტიურებაში და რეალურად ძალიან დიდი პრობლემა ეგ არის, რა სიმსივნეები იწყებს მერე გაჩენას და ამიტომ არ რთული. მაგრამ თუ კი შევძლებთ იმას, რომ სიმსივნეების მართვა თუ განვითარდება, ვთქვათ, უცებ სიმსივნე ძალიან ეფექტური მკურნალობა იქნება სიმსივნის, რატომაც არა, შესაძლებელია სრულიად არ არის ისე, რომ რაღაცა ძალიან შორს იყოს ესეც, თუმცა 20 წელიწადში ვერ მოესწრება, მაგრამ მე მგონია, რომ სადღაც 50 წლის ამბავი ნამდვილად არის ისე, რომ რეალისტური იქნება, რომ მნიშვნელოვნად შევაფერხოთ დაბერება, ან რაღაც დონეზე გაახალგაზრდავებაც შესაძლებელი იქნება. ხო, ძალიან ახლო პერიოდში ეს არ ჩანს სამწუხაროდ, მაგრამ რეალისტური არ არის, სრულიად არ არის ისე, რომ რაღაცა ძალიან უღრანი ტყე იყოს, არა ჩანს რეალურად ის გზები, რითიც შესაძლებელია, უბრალოდ დიდი პრობლემებით ჩანს. მაგალითად, აი ახალგაზრდა უჯრედებს ეს შესაძლებელია, მაგრამ სიმსივნის გაჩენის რისკები. არის პრეპარატები, მაგალითად, ძლიერი კანდიდატები არის, რაპამიცინი, სხვანაირად ამბობენ, მაგრამ მე რაპამიცინის ვიტყვი რა მნიშვნელობა აქვს. რომელიც მაგალითად თაგვებში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ანუ რეალურად ეს რეალური მაგალითები გვაქვს უკვე. უბრალოდ დახვეწა და გადმოტანა ადამიანის შემთხვევაში მნიშვნელოვანი. ნუ კი, რა თქმა უნდა, კიდე იქნება რომ ეს ინფექციები, რაღაცები, ესეთი დაავადებები უფრო წყალი, სუფთა წყალზე წვდომა მეტ ადამიანს ექნება, ნაკლები ადამიანი დაიღუპება მარტივი ინფექციებისგან, რა თქმა უნდა. ანუ ჯამში მოკლედ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება რამდენიმე წლით, ნუ ეს რამდენიმე წელი არ არის ცოტა, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რაღაცა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ცოტა, აბა როგორია 5 წელი რომ გაჩუქონ, ხო? მშვენიერია. მაგრამ არ იქნება ხა ეს ისეთი გარღვევები, რა თქმა უნდა, რომ რაღაცა უკვლავები გავხდეთ, ეს არ იქნება, მაგრამ რეალისტური შედეგები ნამდვილად შესაძლებელია.
აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესის.